მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა სალია აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის 31 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად კომიტეტს პაატა სალიას კანდიდატურა ფრაქცია ქართულმა ოცნებამ წარუდგინა. პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პაატა სალიას მოადგილედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ორი ძირითადი ბერკეტია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერ გადალახული პარტიის ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, განვითარებული პროცესი აჩვენებს, რომ სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მის ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს არ ემუქრებათ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის განცხადებით საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. პარლამენტის ცნობით საკითხი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა. ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის ნაცრისფერი სივრცეების გარეშე. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე განაცხადა, რომელსაც კოლეგებთან ერთად შეუერთდა. მისი თქმით, ევროპა უნდა ებრძოლოს ადამიანებს, რომლებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ. საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე. ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს, ასე რომ ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის ნაცრისფერი სივრცეების გარეშე, რომლებიც რუსეთისთვის გადასაყლაპად არის დარჩენილი. ქართველი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი დანარჩენი ევროპული კონტინენტისთვისაც იბრძვიან, რათა ჰქონდეთ თავისუფლება ისეთი დიქტატურების გარეშე, როგორიცაა პუტინის რეჟიმი პირველ რიგში. და უნდა ვებრძოლოთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ, იქნება ეს საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე, განაცხადა იუკნევიჩიენემ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისა და ევროპული გზის ღალატის გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ. ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ. მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორე ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, განაცხადა მაკრონმა. სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდათ. აღნიშნული შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად. მზად ვართ ყველა ეს მტკიცებულება სწრაფად დავამუშაოთ, გავაანალიზოთ. ამ პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული. ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ პროცესთან დაკავშირებით მეტ დეტალს ეტაპობრივად მივაწოდით, განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით კონფერენციის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი და ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. კონფერენციას სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნოვამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მონეტარული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას და არსებულ ტენდენციებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მომხსენებელმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს ვადების გადაწევას. კერძოდ, პროექტის თანახმად 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება იმ მუხლების ამოქმედების თარიღი, რომლებიც ითვალისწინებს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გარემოს დაცვითი მმართველის დანიშვნას, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენას, აღრიცხვასა და ანგარიშგების წარმოებას. პრესამსახურის ცნობით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მომხსენებლის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით განათლების სისტემაში დასაქმებულია 530-მდე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. მისივე თქმით, პრაქტიკოს სპეციალური მასწავლებლებისთვის სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების ვადის ერთი წლით გადავადება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ წარმოიშვას კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მაღალმთიან და შორეული სოფლების საჯარო სკოლებში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. როგორც პრეზიდენტს მაქვს დიდი პრივილეგია გამოვხატო წყალობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს სინანული და რეაბილიტაცია, დავუბრუნო ამერიკელებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანონ თავიანთ თემებში და გადავდგა ნაბიჯების სასჯელის უთანასწორობის აღმოსაფრთხებლად არაძალადობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებისთვის, განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის თქმით, ის უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს მომდევნო კვირებში და რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს შეწყალების შუამდგომლობის განხილვას. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ერთ დღეში შეწყალების ამდენი აქტი არასდროს გამოუცია. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსოთ. ინფორმაციას The Wall Street ჟურნალი ავრცელებს. გამოცემის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. ტრამპის განცხადებით, ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის გეგმის მიხედვით ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ ჩაერთვებიან მისიაში, თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ევროპული კონტინგენტის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს. აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.